Აბა სალამი ყველას დილამშვიდობისა. ჩამოვედი ისე ჭანდარაზე. დღესაც ვითევზავებ ტივტივით გარჩხანაზე, მაგრამ ცოტა განსხვავებული აქსესუარი მექნება. ეს არის ჩემი ნავი. აი ესე მოკიდებული მაქვს. პატარა 2 მეტრიანი ნავი მაქვს. ნავით შევალ. გავივლი რაღაც წერტილებს, ნახავ პერსპექტიულ ადგილებს, დავყვებავ და დავიწყებ თევზაობას. დარჩით ამ ვიდეოზე, ვიმედოვნებ იქნება საინტერესო. ანუ მთავარი ამინდი იდეალურია და რაღა დავჩვენია, შევიდეთ და ვითევზავთ. ესეც ასე. ნავი მზად არის, სულ რაღაც 10 წუთი დამჭირდა და ჩავიბარგები ჩემ აღჭურვილობას შევიტან ნავში და შევცურავ წყალში. ჩემი 2 ჯოხი მაქვს წამოღებული. ნუ ეს აუცილებლად უნდა წამომეღო ჩემი ახალი Seaway და Poseidon 5 მეტრიანი მახის ჯოხი. ძალიან შემიყვარდა რა, ისეთი მსუბუქია, ისე მიზის ხელში. თითქოს ხელის გაგრძელებაა რა. ნუ ესეც უნდა იყოს. რავი, თან არ მithქვამს და ხას გაუსმევს, საკმაოდ ბიუჯეტურია. 30-იანი კარბონი, რავი, სადაც შეგხვდებათ, აუცილებლად შეიძინეთ არინანებთ. და მეორე ჯოხი წამოვიღე კოჭიანი, ჩვეულებრივი ბოლონიური ტიპის, ესეც 5 მეტრიანი. ვნახოთ რა, შეიძლება ცოტა შორტ დისტანციაზე გავიდე. ორით ეს 2 ჯოხი მაქვს. მეტი არ არის საჭირო, ვითევზავებ ერთი ჯოხით, ვნახოთ. აბა შევიდეთ წყალში, რას ველოდოთ. So, მეგობრებო. წყალს ვარ. შევიდეთ წერტილამდე. შვენიერია. პარკინგე, ჩემი ნავი, ესე კამიშებში დავამაგრე თოკებით, რო არ გამექცეს ღუზა ამისთვის ჯერ არა მაქვს მეორე ნავისთვის, მაგრამ ის ზამძიმეა, მაგრამ ჩამომივა ახლა და კომფორტულად გავჩერდები ხოლმე. არა, ნუ ესეც კაია რა, ქარი არ არის და ეს მშვენივრად გავჩერდი კამიშებთან. გავშალოთ ჩვენი ჯოხი, რას ველოდოთ. აი, ვითევზავებ იქ, ანუ თქვენთვის როც გამოჩნდეს ლამაზი კადრები. ნახოთ. ჯერ დაკვების გარეშე დავიწყებ, ახლა დილის საათებია. შეიძლება კარჩხანა იყოს უკვე აქტიური, ახლა დაბალ წყალში რო ვიყავი,
არ ვიცი ქვირითობს ეხლა თუ რა, მაგრამ ძალიან ბევრი კარჩხანა იყო შემოსული. აქვე არის რა 20 მეტრიანი სიღრმე არც კი. და საკმაოდ აქტიურობდა. ნუ ეხლა ეს ისეთი დროა რა. კვირითობის დრო და მით უმეტეს კვირითობის დროს თევზის გაშვება არის ძალიან სასარგებლო ყველასთვის. ესეც ასე ჯოხი მზად მაქვს. ჩემი სადავეს 5. მზად მაქვს ყოველთვის ჩემი სადავეები. ესე გამოიყურება. ავიღოთ ჩემი მზა სადავე. ჩემი ფავორიტი ნემსიკავით. ისაც აინტერესებს წინა ვიდეოში მაქვს ნაჩვენები რა ნემსიკავით ვთევზაობ. ეს არის ესამეს წითელი უყუნწო ნემსიკავი. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. წითელ ჭიაზე არის ზეიდიალური რა. გრძელიც. აბა ჩანვარ. გადმოვჯექი წინ. დღეს ვარ ხომალდის მეთაური. სხვათა შორის ნავით პირველად ვარ ტივტივაზე. ტივტივით სათევზაო. ნახოთ როგორ შედეგს მომცემს. მოვიხიბლები? მომინდება კიდე. მოსვლა. აბა დაუშვათ. დაველოდოთ ჩარტყმებს. პირველ თევზე ჩაგერთვებით როგორც ყოველთვის. არის პირველი კარჩხანა ტივტივით ნავიდან. შუგან ბადაში ჩავივარდა. არის მეგობრებო როგორ მიხარია? ძალიან კომფორტულია რა. აქვე ხარ. წავიდა შესანახბადეში. ჩვენიერია. დაწყება არის. ძალიან მოიღრუბლა, იმედია არის იმედი. საწვიმარიც არა მაქვს წამოღებული. მაინც სურვილი მაქვს დავყვებო ერთი წერტილი რა. ჯისტრიმის ნიორი მაქვს დარჩენილი. ძალიან ძაფრი სუნი აქვს. ჩვენს კარჩხანას. დავამატოთ ცოტა წყალი. აქვე. ცუდი არ არის. ნახოთ თუ იკვრება. კი, საკაიფოა. 1-10 წუთი დავასვენებ. ცოტა ფორმაში ჩადგება კიდე და გავუკეთებ ბურთულებს და ჩავაგდებ. არის თუ არა ეს კარჩხანა. შემოვიდა რა. დაკვებულ წერტილში შემოვიდა კარჩხანა. აქტივობა არის მაღალი რა. როგორც კი ვარდება ტივტივა, ეგრევე არის პატარა ჩარტყმები. სულ დაძაბულად ვზივარ ასე ვთქვათ. მაგრამ ნუ წვრილი თევზია რა. დასაკვებზე შემოვიდა წვრილი თევზი. დაათვალებს. თუმცა კარჩხანაც უნდა შემოვიდეს აუცილებლად.
როგორ მოხდა კარჩხანა, დაინახე წყლიდან. რა სალტო გააკეთა. აუ ამინდი რა კარგია. არც ქარი, არც წვიმა. რა ცოტა სუსხია. აი ხელები გამეყინა. დამატრიალა. რა კაი ზომა. რა კაი ზომა. ოპაც. ეს რა კარგი ზომა. ჩახტები თუ არა? არ ჩახტები? მაშინ გამოგიყვა. მომეცი. ჰოპ. ასე უკუღმეთ, არა ესე იყოს. შვენიერი ზომა. რა კაი ზომა. ოპაჩკი. სმირნად. არი მოძრავო. სმირნად. კარგი ბიჭი ხარ. შვენიერი ბიჭი ხარ. აუ. სოს. ჩვენ ჭირდება ინსტრუმენტი. არის. მეგობრებო, მეუღლესთან დაურეკე და. აუ, რა კარგი. ეპა, აუ, რა ზომა. ქეთ, შენ სახელზე. ეს არის ჩემ მეუღლეს სახელზე. ეს უნდა ამოვიყვანო. ბიჭო, რა მხილა აქ. ჩოგამბადე დამჭირდება. აუ, რა კაი ზომა კარჩხანა. არ გამეცეს. აი, ყოჩა, ქეთ, ხშირად დამირეკე ხოლმე. ნახე, რა კაი ზომა დავსი, მეგობრებო, შეხედე. კამფეტივით კარჩხანა. აბა, როგორია? ქეთ, შენ ვერ ხედავ, მაგრამ ჩემი მეგობრები ხედავენ. ნახე, რა კაი ზომა. ბრავო. აი ესე მეუღლეებო ხშირად დაურეკე თქვენ ქმრებს თევზაობის დროს. ბიჭო, რა მხელა ვარ. კარგად იქნებ? წავიდა. ეხლა შემოვიდა. აი ვინ მაწვალებს. აი ეს. არ ვიცი რა არის, მაგრამ აი ეს არის ოხრად. არა, ამ ხელანებს იკავს ყლაპავს რა. დადი. წვრილი თევზი როგორ მაწვალებს, ა? მაგრამ ეს წვრილი თევზი არ არის. კაი ზომა. Balter. Თან როგორ ავწევ შენ? შვენიერი ზომა კარჩხანა. აუ, გლანდებში აქ. როგორია? ისე მეკვირს არავინ არ არის დღეს სათევზაოდ რა ხდება? რავი, 2 ვიდეო დავდე აქ აურობიდან. მეგონა სავსე დამხდებოდა, მაგრამ არა. აუ, იმაზე გაიჭედა. არა გამოვიდა. ესეც რა კაი ზომა, ბიჭო, ნავი დაატრიალა, შეხედე. ჯოგს ასუშვება. ეს მაგარი ზომა. ჩოგამბადე. მოდი. მაგარი ზომაძა. ვაიმე ვერწლებ, ოპა. რაცა, ეს არის კარჩხანა. აბა ბიჭებო, როგორია? გავს წალკის კარჩხანას. აი ესეთი კარჩხანა მიყვარს. რას ლაპარაკობ?
რას ლაპარაკობ? მზემ გამოანათა დაცხა. საკმაოდ დაცხა. მაგრად გაქაჩა. ხო, ისა ხაზი მინდა გავსვა იმას, რომ ახალ ჭიაზე უფრო კარგად მოდის რა. აი დავიჭერ, იგივე ჭიით დაუბრუნებ, ისეთი ჩარტყმები არ აქვს რა. ნაკლები ინტერესი აქვს. ახალ ჭიას რო გავუკეთებ, აი ეგრევე. Опачки. Цуდი არ არის. ჩათვლადია. ვაიმე! როგორ გამექცა რამხელა იყო. რამხელა იყო ნავი დაატრიალა. აი უნდა ვაცადო, კარგად ჩაყლაპოს რა, აი წვიმაზე იღებს რა, პატარა წვერზე. ვიჩქარე, ჩემ ბრალი. აი სომა დაჭდა, პირდაპირ კამეშებში ჩავაგდე. არის ფართხალო? კარგი ბიჭი ხარ? კარგად თაქახებული. არის ფართხალო. გამიწვიტა ნემსიკავი. გითხარი, არის ფართხალო. სად არის ხა ჩემი ნემსიკავი? საწაირი. მომეცი, ამოაგდე უკან. დავაი. შენ გითხარი. აბა დამივარდა სადღაც ნავში უნდა ვნახო. პატარა. მაგრამ ეგეც ჩათვლადია. და გადამივარდა იქ. ნუ აი ეს პატარა იყო და გასაშვები არ ავშვს. დროა მეც ყავა დავლიო რა, რაც მოვედი არ მიჭამია რა, ფერი დამილევია. გავაკეთოთ შესვენება. მოიცა ჯერ არ წამოხვიდე. ყავა აუცილებლად. პატარა სენდვიჩი. აუ ყავა როგორ მინდა. ვაიმე. ვინც რამეს მივისმევს, გემრიელად მივიქცით. ჩვენთან ერთად. აია. მშვენიერია. მშვენიერია ამინდი და მშვენიერი თევზაობა. დაალაიქე ეს ვიდეო თუ მოგწონს. და მადლობელი იქნებით თუ ჩემს არხს გამოიწერთ. მე როგორც ხედავთ ხშირად არ ვითხოვ მაგას. უბრალოდ თუ გამოიწერთ არ გამოგჩნდებათ ახალი ვიდეოები. ნუ მეც რა თქმა უნდა მეტი სტიმული მომეცება. ყველა იყოს კარგად. რა მაგარია ბუნებაში გამოსული საკვებს რომ მივისწრებ თევზაობ. ძალიან მაგარია.
ანალოგიურს თქვენს გისურვებთ, რა თქმა უნდა. ჭამა არ მაცხადა. არ გინდოდა, ხო? რომელც მეჭამა. არა, მე კი დავამთავრე. ყავა დამშა დასალე. ოპა. ნავი დამიტრიალა. ცოტა დავლი. პირდაპირ ეთერში შემდეგი კაი ზომა კარჩხანა. ვარ მივეხმარ. ჩოგამბატე. რასა. ძალიან მაგარი დღეა რა. მეგობრებო, ესე გაჩვენებ რა. ძალიან აიხლართა, მაიხლართა. მაგარი ზომა, აი. ეს პატარა. ჰოპ. აუ, ბიჭოს. ამხო. შვენიერი. ჰოპ. ასო ჩადი ბადეში. ოპა. ესე ჯობია. რა კაი ზომა. კარგად აღაღებული. არ მინდოდა ხელის მოკიდება, მაგრამ ერთმა უკვე გამიწყვიტა ნემსიკავი. არა, ეს გაქცევით არ გაიქცევოდა არსად. თავისთავად. კაი, მშვენიერი ჯანდარის კარჩხანა. მიესალმეთ ჩვენს მაყურებელს. ჯოხი როგორ მუშაობს იდეალურად. всё, ჩაყლაპე ხაერი, დაწყნდი. ვაჟ ბატონა. აი ვიცოდი რომ გამექცევოდა, აი მართლა ვიცოდი, სპეციალურად ამოწევდი. კაი, არა უშავს. კიდე დავიჭერთ, არა პრობლემა. ვიდეოსთვის მინდოდა მეჩვენებინა კიდე და ამოვწია მთლიანად თევზი, რა თქმა უნდა გაიქცევოდა. ალბათ თან თევზაობა, თან კაი კადრების გადაღება, მე ხო თქვენთვისაც შრომობ. სად შეხვედი? აბაც. სად გინდოდა შესვლა? მომე. შვენიერია. წარუზაში.
პირდაპირ ეთერში, მაგრამ პატარა. აუშოს, ეგეც ხო თევზია. მე რა პატარა ვერ კიდებს ეს. ჰოპ, დაგიჭირე. რაღაცა კარგისა. თუ ცუდად მოედო. არა, ნორმალურია. აი ზომა. როგორ იბძვის ნახე. რა კარგად იბძვის. ეს უნდა დავკარგოთ, კაი ზომა ჩანს. რას ლაპარაკო. Confet. Ai, კარჩხანა. ეს არის ზომა. ეს არის ზომა. არ მომპარო ეხლა ნემსიკავი, მომეცი. წევან ერთი ცალი მომპარეს. რა კარგად აკახე. რა ზომა. დავყვებე წერტილი და ისევ შემოვიდა კარჩხანა. კაი ზომა. ჩაყლაპე ხაერი ახლა. გამექცე. ისევ კიბსი აქვს. აღარ მინდა რომ გამექცეს ეს თევზი. ისთვის მოვიტანე. ჩოგამბადა რა კაი ზომა ეს. სად არწახვალ. რა კაი ზომა ყოფილა. შორიდან არ ჩანდა ესე კარგად. თურმე რა კარგი ზომა ყოფილა. შეხედეთ. კარჩხანა. ეს ნახე რა დავიჭირე. ეს შეძვრა. ეს შეძვრა იქ სადაც საჭირო არ იყო. ირა გინდოდა შენ, სად? ვინ დაგიძახა, მითხარი. ეს არა თქვი რაღაცნაირად ურტყავდა. წადი შენ რა მაკლდი. რაღაცა კარგისა. კარგია, ამას უნდა გამბადე. ულმეც კიბზე არა. პატარაც კიბზეა, იმედია. არ გამიქცე. რა კარჩხანა თუ არ მემორჩილება. კაი ზომა. დავსვი ისევ. ისევ კარგი ზომა. ეს ჩოგამბადე წაფიანი რო არის, როგორ მეჯავრება რა. აი ამეჭია. კაი ზომა, მე გითხრი. ბომბორა. მოგლეთ მეგობრებო, ვფიქრობ დავამთავროთ დღევანდელი თევზაობა ნავიდან,
რომელიც მე ვიტყოდი შედგა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველაფერმა იმუშავა, ყველაფერი ისე დავალაგე, როგორც მქონდა გეგმაში. ამინდიც იყო მშვენიერი, კი ახლა ამოვარდა ქარი, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში იყო სიწყნარე, არ იყო ქარი, იყო ოდნავ ღრუბლიანი ამინდი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი პირობებით. ვითევზავე, როგორც ნახეთ, ერთი ჯოხით, ჩემი ალბათ უკვე ფავორიტი ჯოხი, სივეიდა პოსეიდონი, მახის 5 მეტრიანი ჯოხი. ერთი ნემსიკავი, ერთი სატყუარა წითელი ჭია, თქვენც ნახეთ. და მოდი შევხედოთ, როგორი შედეგი დავდეთ. დღეს ახლა ეს მომენტი, ეს ჩხრიალი, ესე გავასწოროთ კამერა. რა გაჩვენდით თქვენ ყველა? აბაგას ამოძრავთ. აი. ეგრე რა. აი. მოკლედ, რა ვერთი 3 კილომდე იქნება რა. შეხედეთ. მე მგონი მშვენიერი ნადავლია. ბევრი გამექცა რა თქმა უნდა. თქვენც ნახეთ კადრში. რავი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. მშვენიერია. თან პირველი გასვლა იყო ნავით ტივტივის მონტაჟით. თევზს რაც შეეხება, რამოდენიმე სახში წავიყვან, ლუთან ერთად გემრიელად მივირთვე. მე საკმარისად ბევრი თევზი მყავს გაშვებული, დღესაც გავუშვებ, ახლა დავახარისხებ. სულ რამოდენიმეს წავიყვან, უბრალოდ საღამო გავატარო გემრიელად. დანარჩენებს ყველას გავუშვებ თავისთავად. გადავალ ახლა ნაპირზე, სიმართლე გითხრათ, ფეხები ამტკივდა და სიარული მინდა. უკვე დიდი ხანია ვზივარ. აი ესეთი კარგი თევზაობა გამოვიდა, რავი, თუ რამე შეკითხვები დაგჭათ, გამოუშვით კომენტარებში. ახლა გადავიდეთ ნაპირზე. ესეც ასე, ამოვედი ნაპირზე, ამოვიბარგე, ვასვენებ ნავს, ახლა ჩავფუშავ და წავალ. ესეთი შედეგი გამოვიდა. თევზი ამოვიყვანე. აი ამ ცოტა მოზრდილებს წავიყვან სახში, გემრიელად, ჩემ ბავშვთან ერთად მივირთმევ. აი ესენი კიდე, რავი, კიდე მაგდენი მიდის უკან. პატარა ზომა ყველა აბსოლუტურად. აბა მიდით. აბა წავიდა. ოპა, მშვენიერია. აი ესე. ესეთი თევზაობა გამოვიდა, რავი. იმედია მოგეწონათ ვიდეო კადრები, ვინც ახალი მიყურებს. მადლობელი ვიქნები თუ გამოიწერთ შენ მარხს, დღეს ხო გაგახარე ლამაზი კადრები და შენს გამახარებ გამოწერით. დიდი მადლობელი ვიქნები. ვისაც უკვე ყავარ გამოწერილი, მადლობა რომ ჩემთან რჩები და უყურებ ჩემს ვიდეოებს. ეგ ძალიან დიდ განვითარებას მაძლევს. ესეთი მშვენიერი თევზაობა ჯანდარაზე, ნავით, ტივტივი, ტივტივა ძალიან მომენატრა და 3 თევზაობა გამოვიდა. არ ვიცი, შეიძლება კიდე ერთხელ ვესტუმრო აქაურობას. უფრო კარგად მომზადებული და ვითევზაო სიამოვნებით. მოკლედ, ეგ იყო და ეგ. შევხვდებით მომდევნო, ხო, როგორც ნახეთ, თევზი ნახევარზე მეტი უკან გავუშვი. თქვენც მაგას გირჩევთ და ძალიან დიდ შრომას იზავთ თუ რაღაც გარკვეულ რაოდენობა თევზს გავუშვებ უკან და ბუნება არ დანაგვიანოთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი. შევხვდებით მომდევნო თევზაობაზე. აბა დროებით.